ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ქალბატონი ნატა ფერაძე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი უზრდელობით გაიცნო და უზრდელობით არის ეს ქალბატონი გამორჩეული და სახელგანთქმული, ზის და საუბრობს საქართველოს საპატრიარქოზე და მიძახის, რომ საქართველოს საპატრიარქო არისო პირდაპირ რუსეთის სამსახურშიო და სანამ საპატრიარქო აქ არ მოისპობაო, მანამ არ მოისპობა რუსული გავლენებიო და საპატრიარქო ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს კაკებეს განყოფილებაა საქართველოში. ეს რა თქმა უნდა შემთხვევით ისი არ ხდება და ეს ყველაფერი დავალებული აქვს თავიანთი პატრონებისგან და წლების განმავლობაში ამაზე მუშაობენ, რომ იქნებ როგორმე საპატრიარქოს ავტორიტეტი გაანადგურონ და ჩვენ ქართველებს როგორმე რწმენა შეგვირყიონ. ჩვენ ვერ გაგვანადგურებენ და ვერ მოგვერევიან მანამ სანამ მართლმადიდებლები ვართ და სანამ ჩვენ გულებში ქრისტე ღმერთია. ამას ცდილობენ წლების განმავლობაში აი ეს ნეოლიბერალი ფაშისტები და მათი პატრონებიც და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნებში მიზანმიმართულად დაარტყეს სარწმუნოებას და უკრაინაში სხვათა შორის სწორედ ეგ მოხდა, რომ მართლმადიდებლური ტაძრები დახურეს და მღვდლები ზოგი დაიჭირეს, რავი, ცემატყეპით გამოყავდათ ეკლესიებიდან და ამის კადრები არის და ცდილობენ, რომ ვატიკანს მიუერთდნენ და უფრო კათოლიკური მოტივებზე გადაერთონ. ეს არის უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედია და თავის თავს მიხედავს ის ხალხი, მაგრამ ჩვენ ქართველებმა ეგ შეცდომა არასდროს არ უნდა დაუშვათ და იმედი მაქვს, რომ ეგ არ მოხდება არასდროს ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ ქართველებმა უარი ვთქვათ ჩვენ სარწმუნოებაზე. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს საპატრიარქოში და გასაგებია ისიც, რომ ყველა მღვდელი არ იქცევა ისე, როგორც მღვდელს შეეფერება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა დადგეს და საპატრიარქოს ლანძღვა გინება დაიწყოს. აქ საქართველოში მით უმეტეს ჩვენ დაახლოებით 1700 წელია ქრისტიანები ვართ და ღმერთს ვადიდებთ და აი ამ ქვეყანაში რომ ზის ეს ქალბატონი და ამდენს რომ ბედავს, ეგ არის ჩვენი ქართველის სირცხვილია ეგ და ეგ ხას უსვავს, რომ ჩვენში არის პრობლემა რაღაცა, რომ აი ამ ქალბატონმა გაბედა და აი ესე საჯაროდ ამდენს ლაპარაკობს. და არა მხოლოდ ეს ბანძიქალი არ ლაპარაკობს. აი ეს ნაცები და მაგათი აქტივისტები ხშირად, საკმაოდ ხშირად ცდილობენ, რომ დაარტყან ეკლესიას და ხალხში ეკლესიის ავტორიტეტი გაანადგურონ, მაგრამ არ გამოუვათ. ამ ქალბატონმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ეწირებოდა რწმენას და მტკვარი წითლად იღებებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფალზე არ იძახდნენ, უარს არ იძახდნენ იმაზე, რომ ქრისტე ღმერთია. ჩვენ გვაერთიანებს სწორედ სარწმუნოება და ჩვენი კულტურაც და ყველაფერიც აი აქედან გამომდინარეობს ჩვენი რწმენიდან და ღმერთმა დაგვიფაროს. სწორედ იმიტომ ურტყავენ და იმიტომ ცდილობენ, რომ სარწმუნოებას დაარტყან, რომ თუ ჩვენში ეს გაანადგურეს, ეს იქნება ჩვენი გამანადგურებელიც და მაშინ დასრულდება ქართველობაც და საქართველოც. სწორედ ამიტომ ცდილობენ ესე გამწარებულები, რომ იქნებ როგორმე ხალხში აი ეს საპატრიარქოს იმიჯი შელახონ, გაანადგურონ, რომ მერე აი ეს რაღაცა როგორ თქვა, ღმერთდაკარგული ხალხი უფრო ადვილი სამართავია და უფრო მარტივია მერე ასეთ საზოგადოებაში ვიღაცებმა თავიანთი მერკანტიული ინტერესები გაატარონ. იგივე ქნეს სხვათა შორის უკრაინაშიც და დაარტყეს მართლმადიდებლობას. ძალიან ბევრი ვიდეო დევს კადრები იმისა, თუ როგორ ცემდნენ მამაოებს და როგორ
უარდებოდნენ ტაძრებში და ლოცვების დროს თავის მრევლთან ერთად ცემატყებით გამოყავდათ ტაძრებიდან და ბევრი მართლმადიდებლური ტაძარი დახურეს უკრაინაში და რაღაცა ვატიკანისკენ იხრებიან უფრო კათოლიკეებისკენ. ნუ ეგ იმათი საქმეა და თვითონ მიხედავენ უკრაინელები თავს, მაგრამ ჩვენი ვთქვათ და ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის, რომ ბედავდნენ საქართველოში, რომ აი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობდნენ რა, ვიღაცა ნატაფერაძეები და ვიღაცა ფარჩაკები. ამ ქალმა არც იცის მე მგონი საერთოდ რას ნიშნავს საპატრიარქო და რა არის საპატრიარქო. სწორედ საპატრიარქოს გაერთიანებით დაიწყო დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება და თუ კი ოდესმე ჩვენ აი ამ საპატრიარქოს დავარტყავთ და დავშლით და როგორ თქვა რა, გავანადგურებთ, ჩათვალეთ, რომ გავანადგურებთ ამ ქვეყანას და არ ვაჭარბებ მე ამას და ეს როგორც აი ცხადად ვიცი და ვხედავ, რომ ეს იქნება ასე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ ღმერთის რწმენას და თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენ სარწმუნოებაზე და თუ ჩვენ უფლებას მივცემთ ვიღაცა ქაჯებს, რომ ჩვენი საპატრიარქო ლანძღონ და რაღაცეები სისულელეები ილაპარაკონ. ეს ქალი ვიღაცა ქაჯი ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ დღეს არის ხვალ არ იქნება, მაგრამ ამ ქვეყანაში ღმერთს კიდევ ერთხელ ვიძახი, საუკუნეებია ვადიდებთ, 1700 წელია უფალს ვადიდებთ და არ არის ესე მარტივი, როგორც ვიღაცებს გონიათ, რომ აქ რაღაცა ხალხს რწმენა შეურყიონ და თურმე აი საპატრიარქო როგორ კაკებეშნიკები არიან. კაკებეშნიკებიც და ფსბ-შნიკებიც და რა ვიცი მე, ცერუშნიკებიც თვითონ არიან ეგ ნაბოზრები ეგენი. აი ამის თქვა მინდოდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ებრძვიან საქართველოში საპატრიარქოს და როგორც ცდილობენ რომ ადამიანებს შეურყიონ რწმენა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება ჩვენთვის დამანგრეველი და გამანადგურებელი დარტყმა თუ მოახერხეს და საქართველოში ადამიანებს შეგვირყიეს რწმენა და უარი გვათქმევინეს ჩვენ სარწმუნოებაზე.